მოგესალმებით, მე ვარ ლაშა ვინაინძე, სტუდია წყლის მთავარი არქიტექტორი და სანამ უშუალოდ არქიტექტურის ფილოსოფიაზე გადავალთ, რომელიცაც ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად, მინდა ჯერ ჩვენი კომპანიის შესახებ ორი სიტყვით მცირე ინფორმაცია გაგაცნოთ. ჩვენ ვართ სტუდია 9, კომპანია, რომელიც უკვე 13 წელია ოპერირებს ბაზარზე და ქმნის არქიტექტურის დღის წესრიგს საქართველოში. კომპანიის დამფუძნებელი არის ბატონი მამუკა ჩხაიძე, იუნესკოს ჯილდოს მფლობელი არქიტექტორი და ამ პერიოდის განმავლობაში 150-ზე მეტი პროექტი გვაქვს შესრულებული და უკვე ამ პროექტებით გავცდით საქართველოს საზღვრებს. სტუდია 9 საერთაშორისო დონეზე აღიარებული და მივიღეთ მის ვანდეროის ჯილდო, ასევე Architizer Awards 2025-ზე გავიმარჯვეთ 2 ნომინაციაში და გავხდით როგორც ჟიურის, ასევე ხალხის რჩეული გუნდი. ჩვენი სტუდიის სავიზიტო ბარათი ხდება უკვე სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებაც, ვინაიდან ასევე ცოტა ხნის წინ დავიწყეთ 3 სტადიონზე მუშაობა, რუსთავის, წყალტუბოს და თელავის სტადიონებზე და აქ ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ სპორტული ობიექტების, არამედ ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა ამ ქალაქებში. ჩვენს პორტფოლიოში შედის ისეთი ბრენდების პროექტები, როგორც არის შერატონი, ჰილტონი, კრაუნ პლაზა, აგროჰაბი, წისქვილი და ასევე ჩვენს ხარისხს ზუგს უმაგრებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორიც არიან HPP და კალზიპი, უზარმაზარი გიგანტები ბაზარზე და მათ პორტფოლიოებშიც ანალოგიურად მსოფლიოს დონის ცნობილი ნამუშევრები არის. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ შევძლოთ შევხედოთ არქიტექტურას სხვა თვალით. ჩვენთვის არქიტექტურა არ არის მხოლოდ ციფრები და ჯილდოები. შესაბამისად, მე დღეს ვეცდები გესაუბროთ ჩვენს პროფესიაზე, როგორც ყოველდღიურობაზე და იმაზე, თუ როგორ ვაქცევთ არქიტექტურას ადამიანისთვის და ბიზნესისთვის ბენეფიტად. პირველ რიგში, როდესაც ზოგადად სიტყვა არქიტექტურას ვახსენებთ, ადამიანებს თავში მოსდით შენობის ფასადი, კარი, ფანჯარა და არქიტექტურა ამითი არ იწყება, არქიტექტურა იწყება ადამიანით. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, არ ვიწყებთ ვიზუალიდან, ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის სივრცე ადამიანს, სად გაიგვიძებს, სად ადგავს პირველ ნაბიჯს, სად დაჯდება, როდესაც სახლში დაბრუნდება დაღლილი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ჩვენ შექმნილ სივრცეებში ადამიანები ატარებენ ცხოვრების ყველაზე დიდ დროს. დღეს ადამიანი სულ უფრო და უფრო ყველა მიმართულებაში ხდება ცენტრი ყურადღების და ასევე მათ შორის არქიტექტურაშიც და დიზაინშიც ჩვენ ვცდილობთ ადამიანს მოვერგოთ მაქსიმალურად. შესაბამისად, სტანდარტებიც ასე თუ ისე იცვლება და რას გულისხმობ ახლა ჩვენ სივრცეში მოძრაობისას ყოველთვის არ ვფიქრობთ და არ ვაზროვნებთ. ჩვენთვის ნაცნობ სივრცეში გადავაადგილდებით ინტუიციურად, იმიტომ რომ ვიცნობთ ამ სივრცეს, აი ყოველდღიური ცხოვრებიდან მაგალითს მოვიყვან, თუ უცხო სახლში, არათქმის სახლში მოგიწიათ სხვა სამზარეულოს ჭურჭლის გარეცხვა, ცოტა ხანს შეიძლება მიხვდეთ, რომ წელი გეტკინათ ან ხრები დაგეჭირათ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ წელის პრობლემა გაქვთ, არა უბრალოდ ეს სამზარეულო თქვენზე არ არის მორგებული. ანალოგიური მაგალითი არის, როდესაც ჩვენ შევდივართ სადმე მელოთახში და ვცდილობთ შუქის ანთებას და ასათები არ გვხვდება. აი ზუსტად ამ დეტალებით იწყება იმის რკვევა, სივრცე არის თუ არა კონკრეტულ ადამიანზე მორგებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამკვეთის მოთხოვნას არ ვუყურებთ როგორც რაღაც ახირებას, არა. ჩვენთვის დამკვეთის მოთხოვნა არის ინფორმაციის წყარო, ანუ არქიტექტორის ფუნქცია არ არის მხოლოდ დათანხმება ან უარის თქმა. არქიტექტორის ფუნქცია არის გაიაზროს ყველა ის მოთხოვნა და შესაბამისად მოაკლოს დამკვეთის მოთხოვნებს ესა თუ ის სივრცე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ ერთი არის ბინა ახალშექმნილი ოჯახისთვის, მეორე კერძო სახლი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, მესამე საჭიროება, ანუ სხვა საჭიროებები მჭირდება ადამიანს, რომელიც სახლიდან მუშაობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა განსხვავებული ფუნქციის სივრცეზე. როდესაც ამ ინფორმაციას სწორად იაზრებ,
სივრცე იწყებს ადამიანზე მუშაობას და არა პირი. სწორად აქ ხდება არქიტექტურას სოციალური ღირებულება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქმნის გარემოს, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას და სივრცე, რომელიც მორგებული არის ადამიანზე, იმ სივრცეში ადამიანი თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. დღეს არქიტექტურა აღარ არის ცალკეული დისციპლინა, ცალკე მდგომი დისციპლინა, არქიტექტურა აერთიანებს ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას. დაწყებული ვთქვათ, ქალაქ გეგმარებიდან, გაგრძელებული გეოლოგია, ინჟინერია, კონსტრუქცია, ტექნოლოგიები, ინტერიერის დიზაინი და ეკონომიკაც კი. შესაბამისად, თუ არქიტექტორს წარმოდგენა არ აქვს, ვთქვათ, როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა, ძალიან მალე პრობლემები იჩენს თავს და ამ პრობლემების მოგვარება ექსპლუატაციის ეტაპზე ყველაზე ხარჯიანი არის. პროექტის ეტაპზე სწორი დაგეგმვა ნიშნავს შემდგომ ნაკლებ ცვლილებას, დროის და რესურსის სწორ გადანაწილებას და ეს პირდაპირ მოგება არის უკვე ბიზნესისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სწორი გეგმარება, როდესაც მუშაობთ დიდ პროექტებზე, მულტიფუნქციურ პროექტებზე, საზოგადოებრივ პროექტებზე, მაგალითად, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ობიექტების არქიტექტურა პირდაპირ მართავს ადამიანების ნაკადებს. ამ არქიტექტურაზე არის დამოკიდებული ეს სივრცე დაგვაბნევს, თუ პირიქით ჩვენი ყოფნა, დასვენება, მოძრაობა, გადაადგილება, შოპინგი, კომფორტული, სასიამოვნო და არ დაგვევს. შესაბამისად, თუ სწორად არის ეს სივრცე დაგეგმილი, ადამიანები მომხმარებლის ლოიალობა იზრდება, ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს და ზუსტად ესეთ ადგილებს იზიდავს ბიზნესს. ესეთი ადგილები იზიდავს ბიზნეს ოპერატორებსაც. მაგალითად, სკოლების შემთხვევაში სივრცე არ არის მხოლოდ რაღაც შენობა. სკოლის შემთხვევაში იქ ბავშვები ყალიბდებიან, ან სივრცემ არ უნდა დადგმოს ბავშვი, უნდა პირიქით ჩამოაყალიბოს მისი მსოფლმხედველობა და თვითშეფასება. სამედიცინო დაწესებულებებს რაც შეეხება, აქ პირდაპირ კავშირში არის გეგმარება ადამიანის გამოჯანმრთელებასთან. და ამ ეტაპზე, როგორც აღნიშნე, ჩვენი კომპანია მუშაობს 3 სტადიონზე. რაც ნამდვილად გამოწვევა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ წინ დგას ამოცანა შექმნათ არა მხოლოდ სპორტული დანიშნულების შენობა, არამედ გავაჩინოთ რაღაცა ცენტრი, რომელიც მიიზიდავს საზოგადოებას, ბიზნესს და იქნება თვითმყოფად. სტადიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის თან ქალაქის სავიზიტო ბარათი, პლუს ამას 10,000-ობით ადამიანი ერთდროულად ერთად იზიარებს და განიცდის ემოციებს. არქიტექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაზე კიდევ ბევრად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი ინდივიდზე, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში მუშაობთ სრულად საზოგადოებაზე, ამიტომ ბევრად მეტი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი, როგორც არის ყველასთვის მისაწვდომობა, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის, ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისთვის, ამიტომ ეს განსაკუთრებით საფასუხისმგებლო ნაწილი არის ჩვენი საქმის. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. ბევრი თვლის, რომ არქიტექტურული პროექტი და ზოგადად პროექტირება არის ხარჯი, მაგრამ პროექტირება და არქიტექტურა არ არის ხარჯი. პროექტირება, არქიტექტურა არის ინვესტიცია, რომელიც 10 წლეულების მანძილზე მუშაობს ყოველდღიურად. კომფორტი, ერგონომიკა, ენერგოეფექტურობა, ადამიანების განწყობა, ეს ყველაფერი სწორი სივრცით იწყება. და ჩვენ არ ვხატავთ უბრალოდ კედლებს, როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში, ემოციები, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო, ხდება ისე, რომ ჩვენ ამას ვერც ვიაზრებთ და ვერც ვხედავთ ხშირ შემთხვევაში. და როდესაც ეს ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, ბენეფიტი არის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ შენობის ლამაზი ფასადი.
და სწორედ ამაში არის ჩვენი საქმის მთავარი არსი. მადლობა.